მინდა დღევანდელ სახარება შევეხო და აი საოცარი დღევანდელი სახარება ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ამ სახარების განმარტებაზე. რაც ხო არის ამას ეს რამეს რომ რა არისო იმაშიო სიკეთეო ადამიანიო შენ მოყვარეს რომ შენ ისევე სიკეთე გცევი ან ვინ შენ რაღაცა სიკეთე შენ ვისაც უყვარხარ ისინი შენ გიყვარს ამაში რა არისო კარგი ესე ხო წარმართებიც იქცევენ ესე ყველანი აკეთებენ ანუ ვისაც უყვარხარ ბუნებრივია ესეც შენ შეიძლება ეს გიყვარდეს ვინ სიკეთეს გიკეთებს ბუნებრივია მაშინ შეიძლება სიკეთეს უკეთებს და ესო ჩვეულებრივი რაღაც არის ეგრე ყველა იყო ესე ყველა იქცევაო და ყველა ადამიანი შეიძლება ესე მოიქცესო და თქვენი მტრები შეიყვარეთო აი საოცარი რამეა გუშინ ახლა თელი ღამე მაგაზე ფიქრობდი დღეს დილითაც სარამ წირვას დავიწყებდი განმარტებების კითხოვდი სახარების განმარტებების საოცარ რამეს ამობე წმინდა მამები ამ მოხთან დაკავშირებით ეს არის უკვე ზენიტი ქრისტიანობისა უმაღლესი საფეხური ქრისტიანობისა როცა შენ შეგიძლია შენი მტერი შეიყვარო შენი მაყვედრებელი შენი მაგინებელი შენი ლანძღველის შეყვარება შეძლო ეს არის აი დაუჯერებელი რამე არა თუ მტრების კი არა ჩვენ წარმოიდგინეთ ზოგჯერ ჩვენ უახლოესი ადამიანები არ გვყვარს ზოგჯერ ქმარს სოლი არ უყვარს ცოლს ქმარი არ უყვარს დედაშვილი არ უყვარს შვილს საკუთარი მშობელი არ უყვარს ძმას ძმა არ უყვარს დას და არ უყვარს ერთმანეთზე გადაკიდებულებიან დედმამიშვილები ერთ პატარა მიწის ნაგლეჯზე და ერთ პატარა ბინაზე და ერთმანეთს ხოცავენ ამ ბინის გამო და ერთმანეთს მერე ხმას არცემენ დედმამიშვილები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან წარმოიდგინე მიწის გამო მათ მამშობებმა დატოვა მიწა ამის გამო შეიძლება დედმამიშვილი დედმამიშვილს საერთოდ არ ესაუბრებოდეს წარმოიდგინეთ ხო შეიძლება შემშობლოს ეს მიწა საერთოდ არ ქონოდა ეს ბინა საერთოდ არ ქონოდა და ხო შეიძლება ქრისტიანი ხარ სხვა თვალით მიუდგე მაგრამ ნახე როგორ უდგებენ ადამიანები მერე ჩემშვილებს ადაუტოვო რატო უნდა დაუთმო ხა ჩემს ბიჭს ყველაფერი მერე ჩემშვილებს ჩემი ოჯახის წევრები როგორ იქნებიან მე აბა მე მიშვილი არა ვარ მე და ჩემი მშობლიშვილი მე არა ვარ რატო უნდა დაუტოვო მას რატო დაუთმეს ყველაფერი ის კი არა დედმამიშვილებმა რაღაც ერთმანეთთან ეს სიყვარული გამოხატო რამდენი შემთხვევა გახსენდებათ ახლა თქვენ ესეთი რამდენი რომ აი უახლოესი ადამიანებს ერთმანეთი დაუკარგავთ უახლოეს ადამიანებს მეგობარს მეგობარი დაუკარგავს მეგობარს აი როგორ უახლოეს მეგობარი დაუკარგავს რაღაცა პირადი რაღაცის გამო რომ რაღაცა სარგებლის გამო ან რაღაცა მატერიალური მიწიერის გამო დაუკარგოთ ერთმანეთს და წარმოვიდგინეთ ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ რაზე იცით ახლა ტრის შეყვარებაზე ვლაპარაკობთ მეგობრის კი არა ძმის კი არა დის კი არა ის ვინც თელი ცხოვრება გებრძვის განადგურებს შენს მიმართ მტრობითაა განწყობილი იმის შეყვარებას გეუბნება ღმერთი და ესეთი ადამიანებიო ზეთღვთისად იწოდებიანო რაც ხო არიანო ანუ ეს ადამიანები ღმერთის შვილები არიანო ვინც ამას შეძლებსო ვინც ამას მოახერხებს ქრისტიანობა არის აი არ ვიცი ამაზე დიდი სარწმუნოება დედამიწაზე არ არსებობს ამაზე დიდი რამე ანუ ესეთი საფეხური ამ ხელა სიმაღლეზე აწიო ადამიანის მდგომარეობა და ადამიანის გონება ამ მდგომარეობამდე მიიყვანო ადამიანის გონება ეს არის როგორი დიდი შრომის შედეგი იცი აი ადამიანმა ალბათ საკუთარ თავს უნდა გადააბიჯოს უნდა რა სიმაღლეზე უნდა ავიდეს ადამიანი რომ ადამიანმა ეს ყველაფერი შეძლოს ანუ რამხელა საშრომი აქვს ქრისტიანს რომ ამ სულიერ სიმაღლეზე ქრისტიანი ავიდეს წარმოიდგინე ტრის შეყვარება მოახერხო ეს იმას კი არნიშნავს წმინდა გაბრიელ ქოძე ამბობს ესეთ რამეს კითხვა სვამს რომ ზოგი მეკითხებაო მე ახლა თუ ადამიანი მტრობით მოდის შენთან გებრძვის რაღაცა უკეთებს სიკეთეს ვერაფრით ვერ უბრუნება ვერაფრით ადამიანს ვერ ატრიალებს შენსკენ ესეთ ადამიანი რატო უნდა გიყვარდესო და წმინდა მამა გამარტავს და ეს რამეს ამბოსო შენო სოდვაო და ეს აქციელი მისი არ უნდა გიყვარდესო როგორ შეიძლება ადამიანს სუდის აქციელი მოგწონდეს ნებისმიერი ცოდა მოგწონდეს მაგრამ ადამიანი არ გიყვარდეს ეს წარმოუდგენელია რომ ადამიანი არ გიყვარდეს ნიშნავს იმას რომ შენო ღმერთი არ გიყვარს რომ შენ თუ ქრისტიანი ხარ და შენ თუ გესმის ღმერთმა როგორ შექმნა ადამიანი შენ იცი რომ ღმერთმა ის ადამიანი რომელიც გააჩინა უდიდესი სიყვარულით აკავს ღმერთს ადამიანს შექმნილი ანუ როდესაც ის ღმერთი იმ ადამიანს ბადებდა როცა ის ადამიანი არარსებობიდან არსობა შემოიყვანა და დედის მუცელში ჩაისახა ეს ბავშვი ეს იყო ღმერთის უდიდესი სიყვარული გამოხატული იმ ადამიანის მიმართ რომ ღმერთს ადამიანი ძალიან უყვარდა და შენ თუ ქრისტიანი ხარ ზუსტად იცი რომ ამ ადამიანისთვის ღმერთი რამდენ შრომობს ალბათ რამდენ რამეს ნიშნებს აძლევდა ღმერთი ამ ადამიანს რომ ეს ადამიანი ცხონდეს უბრალოდ ამ ადამიანს არ უნდა ამის კეთება ამ არჩევანს არ აქვს ადამიანი და ეწინააღმდეგება ღმერთს მაგრამ ღმერთს ეს ადამიანი ძალიან უყვარს